მშვიდობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ განვაახლეთ ჩანაწერები ერთსულოვნების სალონში. მოგეხსენებათ, რომ ეს გადაცემა უკვე რამოდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს და მან ჩვენი ტელემაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. დღევანდელი ჩვენი თემა გახლავთ ისლამი და საქართველო. ამ საკითხზე სასაუბრო ჩვენ მოვიწვიეთ ბატონი ტარიელ ფუტკარაძე, იგი გახლავთ ენათმეცნიერი პროფესორი, ბატონი გიორგი გვიმრაძე, სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის ანალიტიკოსი, ქალბატონი ლელა ჯეჯელავა, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას ეთნიკური და კონფესიური ურთიერთობის ცენტრი და ქალბატონი რუსუდა წიქვაძე, იგი გახლავთ პროფესორი, დოქტორი სასულიერო აკადემიის პედაგოგი. ის თუ რატომ მომზადდა დღევანდელი გადაცემა, ეს ძალიან მარტივია ამაზე პასუხი, თუნდაც სულ უბრალო ფაქტი რო ავიღოთ, მოსახლეობის ბოლო აღწერა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში არის 434,000 დაახლოებით მუსლიმი, ანუ ყოველი 10-11 ადამიანი მუსლიმია და მუსლიმები ცხოვრობენ ისეთ რეგიონებში, როგორც არის ქვემო ქართლი, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული, მუსლიმთა ნაწილი ცხოვრობს აჭარაში, ხას უსვამს, ხოლო ნაწილია იქ მუსლიმი, ასევე მუსლიმები არიან პანკისის ხეობაში და მუსლიმთა ნაწილი ცხოვრობს კახეთში, სხვადასხვა ადგილებში, მათი ნაწილი არის აზერბაიჯანელი, ნაწილი კი გახლავთ დაღესტნელი. გარდა ამისა, თქვენ იცით ყველამ, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ქართველი მუსლიმი ცხოვრობს თურქეთში და ასევე გარკვეული რაოდენობა მუსლიმებისაც არის ქართველი მუსლიმების ცხოვრობს ირანში. ისლამის საკითხი საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის იმ ხრივათაც, რომ ჩვენ მეზობლობთ მუსლიმურ ქვეყნებთან, ეს არის თურქეთი, ეს არის აზერბაიჯანი, ეს არის ჩილო-კავკასიის ქვეყნები და ახლოს ასევე იმყოფება ისე დიდი ისლამური ქვეყანა, როგორც არის ირანი. ჩვენი საუბარი გვინდა დავიწყოთ სწორედ ამ საკითხით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესწავლა. ბატონო ტარიელი, ჩემს თქვენგან დაგვეწყო ამ საკითხზე საუბარი. თუ ჩვენ დავხედავთ ისლამი რუკებს სოფლიოში რაც გავრცელებულია, ჩვენ ვართ ეპიცენტრში ამ რელიგიათა შეხვედრისა. ამას ემატება ისიც, რომ ჩილო-კავკასიას მუსლიმანურია და საქართველოს სიტუაცია ძალიან, ასე ვთქვათ, გამორჩეულია სოფლიოში თავისი გეოპოლიტიკური თუ თავისი ამ რელიგიური მდებარეობის გამო. და რაც შეეხება ქართველობას, ალბათ მე შემიძლია ვთქვა, რომ ქართველების ნახევარი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ალბათ ნახევარი ქართველებისა არის მუსლიმანები. თქვენ გულისხმობთ საქართველოს მე გულისხმობ, რომ 20 წელიწადია მე დავდივარ თურქეთში, კარგად ვიცი თურქეთის ქართველების ცხოვრება და მათი ფიქრები თუ მათი არსი ზოგადად და შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთის ქართველობა არის ორი კატეგორიის, ორი სხვა წარმომავლობის, ერთნი არიან ავტოქტონი ქართველები, ვინც ცხოვრობენ ტაო-კლარჯეთში და ლაზეთში და მეორე ქართველები არიან და ასევე ძალიან დიდი რაოდენობის ქართველები, მუჰაჯირთა შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ თურქეთში და მათი, ისე ვთქვათ, მდგომარეობის განხილვა პრინციპში მოითხოვს განსხვავებული მიდგომებს. იქნებ ჩვენ ტელემაყურებელს გამომართოთ, ესე იგი, ავტოქტონი ქართველები, ბუნებრივია, როგორც აჭარაში, მესხეჯავახეთში ცხოვრობდნენ და ეს ქართველობა აღმოჩნდა თურქეთის შემადგენლობაში, ამ რუსეთ-თურქეთის გარიგებების შემდეგ და დღეს ისინი არიან თურქეთის მოქალაქეები სრულფასოვანი, მაგრამ არიან ქართულ მიწა-წყალზე და ქართველები არიან თავისი ენით და თავისი ცხოვრების წესითაც. თუმცა არიან მუსლიმანები. ხოლო მეორე ქართველობა, მეორე ასე ვთქვათ კატეგორიის ქართველობა რუსეთ-თურქეთის ომების დროს გადაასახლეს თუ გადასახლდნენ აჭარიდან, ასევე საქართველოს სხვა განაპირა რეგიონებიდან და ასევე გადასახლდა მათი ნაწილი იმავე ტაო-კლარჯეთიდან და დღეს ცხოვრობს შუა თურქეთში, ბურსა-ენეგოლის ასე ვთქვათ მიდამოებში, ადაფაზარში და გონენში და სხვაგან. ანუ მუჰაჯირები აფხაზეთიდან საცხოვრობენ. სხვათა შორის აფხაზი მუჰაჯირებიც განსახლებული არიან იმავე სოფლებში დაახლოებით, ოღონდ მათი რაოდენობა არ არის იმდენად დიდი როგორც ქართველებისა, ამიტომ რამდენიმე სოფელში ხდება მათი თანაცხოვრება და პრინციპში მუჰაჯირები, ქართველებიც და აფხაზებიც გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ძალიან ნორმალური ურთიერთობა აქვთ. მე ამ ბოლო პერიოდშიც ვიყავი, შემესწარი მათ ქორწილსაც ქართველი თუ აფხაზი თხოდებოდა ქართველზე თუ პირიქით და ძალიან კარგი ნორმალური ურთიერთობა არის მათ შორის და შეიძლება ამ მათი ურთიერთობის მოდელის გამოყენება ჩვენს სინამდვილეშიც. მაგრამ ეს სხვა თემაა.
მე მინდა გითხრათ რომ საქართველოს ზოგადად ქართული ცნობიერება დგას ორ ბურჯზე. ერთი ბურჯი გახლავთ დედაენა, ჩვენი ქართული ენა, რომელიც არის ერთ-ერთი განსაზღვრული იდენტობის და მეორე, რა თქმა უნდა, არის მართლმადიდებლობა, რომელმაც ჩამოძერწა ჩვენი ცნობიერება, ჩვენი კულტურა და მიმაჩნია რომ ქართულების განსაზღვრული უმთავრესი ერთ-ერთი ფაქტორი არის მართლმადიდებლობა, იმიტომ ჩვენი კულტურა, ჩვენი მწერლობა სწორედ არის განსჭვალული მართლმადიდებლური ცნობიერებით. მაგრამ ამის ფონზე მინდა გითხრათ რომ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დედაენობრივი ცნობიერება, რომელიც შენარჩუნებულია თურქეთის ქართველობაში და ასევე მაზანდარანსა და ფრეიდნაში მცხოვრებ ქართველებში ეს დედაენის ფაქტორით მათი ქართველობა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კარგად წარმოჩინებული, ვინაიდან თანამედროვე გლობალისტურ სამყაროში სპარსული და თურქული ენების გავლენის გამო უკან იხევს მათი დედაენობრივი ცოდნას და იდენტობას. ვფიქრობ, რომ რელიგიების შესწავლება აუცილებელია ჩვენ ყველა უნივერსიტეტში, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კონფესიის აღსარებელია. დღეს აცხადებს დღეს თქვა მე ხშირად შემხედრება რომ თქვა აჭარა არის მუსლიმანური ასე თქვა ველი თავიდანვე ასეთი აზრით ცელება თურქეთის ქართველებში ძირითადად არ არის ეს სწორი და მინდა რომ ყველა მიცოდეს სწორად ისტორია რომ სწორად დაენახოს აწყო და მომავალი. ბატონო გიორგი, თქვენთან აქვს ეს შეკითხვა, აი თქვენ ჩართული ხართ ამ კვლევაში და მე სწორედ ეს მაინტერესებს, რამდენად ეს საკითხი ისლამის კვლევის საკითხი საქართველოში არის აქტუალური, რამდენად ხდება კვლევები ამ მიმართულებით და რამდენად ხდება შემდეგ ამის გამოყენება. ეს შეკითხვა ალბათ არა მარტო თქვენ, ალბათ ქალბატონელასაც ეკუთვნის. ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 10%, როგორც თქვენ ბრძანეთ, არის მუსლიმი, ეს გვაძლევს იმის ჩვენს წინაშე აყენებს იმის აუცილებლობას, რომ კარგად ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი მოქალაქეები, რა მდგომარეობაში, რა ყოფაში უწევთ მათ ცხოვრება და როგორია მათი ყოველდღიურობა, როგორ არიან ისინი ჩართული ქართული სახელმწიფოებრიობის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით აუცილებელია თავისთავად კვლევაც, აუცილებელია ცოდნაც, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ დრომდე ამ კვლევების საფუძველზე, რომელიც აქამდე განხორციელებულა, არის ასევე თქვა, შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ ეს კვლევები არ იყო საკმარისი და არ არის ჯერჯერობით საკმარისი რაოდენობით, საკმარისი მასშტაბის. აი, მაინც რა მიმართულებით მიდის კვლევა? მაგალითად, ჩვენი ცენტრი მუშაობს ძირითადად ამ თქვათ პოლიტიკური და სამოქალაქო ასპექტების შესწავლაზე, თქვათ ისლამთან მიმართებაში, რა მდგომარეობებია ისლამურ საზოგადოებაში, რა ძირითადი პრობლემები არსებობს ამ მიმართულებით, რა პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება ამის დანახვა და რა პოლიტიკურ პოლიტიკურ რეალობებს ქმნის ეს ყველაფერი. უმთავრესი პრობლემა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ, მიმართულებით არის ის, რომ დაბალი ხარისხი ინტეგრაციისა სამოქალაქო და სოციალურ სივრცეში ამ ადამიანების, მუსლიმების. ძირითადად თქვა შეგვიძლია ამას აზერბაიჯანული მიმართულებით ეთნიკური ხარისხი, ეთნიკური საკითხიც ეხება. ბატონო გიორგი, მაინც შაგერთვებით. აი ინტეგრაციის პრობლემა რაც არის, თქვათ აზერბაიჯანული მოსახლეობის. აქ აი ეთნიკური, უпростоრად ენობრივი მომენტი მოქმედებს. იმიტომ რომ ენას ასწავლო, ერთი პერიოდი დაიწყო ეს მოძრაობა არაქართული ეთნოსით დასახლებულ რეგიონებში, იყო მცდელობა, რომ გაეგზავნათ პედაგოგები, რომ იქ ესწავლებინათ ქართულ ენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაღაცა მე მგონი მე ამან ის მასშტაბი ვერ შეიძინა, რაც უნდა შეეძინა. ანუ თუ კი ისინი შეისწავლენ ენას, თუ კი ისინი გაერკვევიან ქვეყნის ისტორიაში, რაღაცა გარკვეული შეხება ექნებათ კულტურასთან, ბუნებრივია ინტეგრაციის პროცესი მოხდება. კი ბატონო, თუმცა ეს თავისთავად ინტეგრაციის საკითხი არ არის მხოლოდ რელიგიაზე დაფუძნებული, ეს კომპლექსური საკითხია და ძალიან ბევრ თემატიკას მოიცავს, სხვადასხვა საკითხებს, თუმცა და ინტეგრაცია ძირითადად ხორციელდება არა ვთქვათ იმ ადამიანების მოსურნეობით, რომელიც აქ ცხოვრობენ, არამედ კონკრეტულად იმ სახელმწიფოს სურვილის და იმ სახელმწიფოს ქმედებიდან გამომდინარე. თუ სახელმწიფო უწყობს ხელს იმას, რომ ეს ადამიანები გახდნენ ამ სახელმწიფოს წევრები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია იმათი ამ სახელმწიფოს წევრობა. სხვა შემთხვევაში ახლა ის იქნება თავის მით უმეტეს, როდესაც კომპაქტურად დასახლებულად ცხოვრობს ადამიანი, ის იქნება თავის კულტურულ სივრცეში ჩაკეტილი იქნება, არ გაიხსნება და არ გახდება შენი საზოგადოების ნაწილი. ერთ მაგალითს მოვიტან, წლების წინ მე მთიან აჭარაში მომიხდა ყოფნა და იქ მოსახლეობა ძალიან წუხდა იმის გამო, რომ მთელ რიგ სოფლებში სკოლების ოპტიმიზაციის პროცესი რო
წავიდა, საშუალო სკოლების დახურვა დაიწყო და დაპირდნენ, რომ იცით ავტობუსით გადაადგილდებოდნენ ერთი სოფლიდან მეორეს. ნუ ეს არის წარმოუდგენელი ხო, მაღალმთიან აჭარაში ერთი სოფლიდან მეორეში ზამთარში ავტობუსით გადაადგილება და დაპირდა იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალო განათლების მიღების უფლება და ხო შესაძლებლობა. ეს არის სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. და ნუ მაშინ იყო მცდელობა, რომ განათლების სამინისტროს მესვეურებისათვის გაგვეგებინებინა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ნუ ძალიან ხშირ შემთხვევაში უჭირთ ხოლმე მასშტაბში პრობლემის გააზრება. მათთან საუბარში ხშირად ჩანს ხოლმე, რომ აქვს გარკვეული გულისწყეტის განცდა იმის გამო, რომ თითქოს თავიანთი რელიგიური ფაქტორის გამო სრულფასოვან ქართველებად მათ არ აღიქვამენ. და აი ამის შესახებ ძალიან ხშირად გამოთქვამენ გულისწყევს, რაც ჩემის აზრით ასევე მე ვიტყოდი ესე, რომ საკმარის სითბოს სიყვარულს ხანდახან ჩვენ ვერ ვაჩვენებთ ამ ხალხს. მაგალითად გავიხსენებდი პატრიარქის ჩასვლას ირანში, ხო პარალელს გავავლებ და საპატრიარქოს დელეგაციის ჩასვლას ირანში. როდესაც ბოლო დღეს მოხერხდა მიუხედავად ირანული მხარის წინააღმდეგობისა ფერეიდაში ჩასვლა და ფერეიდნერმა ქართველებმა ძალიან თბილად მიიღეს ქართველებს წარმოიდგინეთ საქართველოს ეკლესიის საჭეწრობელი და ეპისკოპატი და იქ არა მე მგონი საეროპირები არც იყვნენ 1-2 იყო ისეთი სიხარული იყო ისეთი სიყვარული ისეთი სითბოს გამომჟღავნება და მაგრამ ესეთი სიტყვები უცხეს აი აქ მარტო ვართ ამდენი ხანი და მოგხედეთ ან აი ეს ისინი ხა რა თქმა უნდა ირანის შორია და შეიძლება ასე ადვილი არ იყოს მიხედვა მაგრამ შენ ქვეყანაში შენ ქვეყნის წიაღში მცხოვრები ხალხის მიხედვა ყურადღების მიღწევა ნამდვილად აუცილებელი და საჭიროა. ჩემს პირად გამოცდილებას გავხსენებ ჩემს პირად მაგალითს 1990 წელს დაახლოებით 2 კვირის მანძილზე მე ვიყავი აჭარაში. ძირითადად მთიანი ქვედა ზონა და მთიანი აჭარაც იყო. დავდიოდი ჩვენ ეს იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის პირველი გზა. აი როგორც წმინდა ნინოს გზა იმართებოდა ეს სულ ორჯერ გაიმართა წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა და მაშინ ორი სასულიერობილი იყო ჩვენთან მამა არჩილი მამა იობი და პირველი უშუალო შეხება მქონდა მე მთიანი აჭარის მოსახლეობასთან და მე ვიყავი განციფრებული ისეთი შთაბეჭდება მოახდინა ამ ხალხმა ჩემზე ეს მე ისეთი სიყვარული ვნახე მე ისეთი სითბო ვნახე მე ისეთი ქართველობა ვნახე და ისეთი ღირებულებები ქრისტიანული ღირებულებები რომ ეს იყო მართლაც აი სანიმუშო და სამაგალითო და მე მივხვდი ნამდვილად იმას რომ იმ შემდეგში პატრიარქის სიტყვებს რომ ისინი შინაგანად არიანო ქრისტიანებიო და კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს ყველაფერი როდესაც წავიკითხე თეთრ ქართველ რეჟისორის ბუბა ხოტივალის ინტერვიუ იყო გაზეთში და ასეთი რამე ეწერა ამ ინტერვიუში ერთხელ მატარებელში გზავრობისას შევხვდი ქართველ მუსლიმსო და უთხარი ახლა საუბარში რომ მოვადრო რომ ყველა ქართველი მუსლიმი გაქრისტიანდებოდა ამან გვიმითხრა რომ ჯერ თქვენ გაქრისტიანდეთ ქრისტიანი ქართველები და მე გავქრისტიანდები ანუ ის იგულისხმა ძალიან სწორი რამ უთქვა რომ ესე ქრისტიანმა ქართველმა უნდა გაანახოს თავის ეს ქრისტიანული სული ქრისტიანული ღირებულება ქრისტიანული საქციელი მამაზურა აი შეკითხვა მაქვს ქალბატონთან და ბატონ გიორგისთან აი თუ გვაქვს შესწავლილი აი ორივეს გეხებათ გამოკვლევები რომლებიც თქვენს მიერ არის ჩატარებული შერეული ქორწინებების საკითხი როგორც რელიგიურად ასევე ეთნიკურად ამ მიმართულებით არ გვიწარმოებია, მაგრამ შეხვედრისას რა თქმა უნდა გვიკითხავს ეს ყველაფერი. ყველა ცხადი არ იქნებოდა, მაგრამ აი ერთ-ერთი კითხვა. ეს არის ძალიან სერიოზული მხარე, სოციალური თვალსაზრისით, ურთიერთობების დამყარების შესაძლოა აჭარაში, თქვათ, იყოს ქართულ მუსლიმს და ქართულ ქრისტიანს შორის ქორწინების ფაქტები და ეს ბუნებრივი მოვლენა, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად ხდება ეს აზერბაიჯანში.
და აზერბაიჯანელ მოსახლეობაში. აი აქეთ ჩვენთან არის ამის თუნდაც ავარელებთან, თუნდაც თქვათ ქისტებთანაც კი. ქისტებს მოდით ესე ვთქვათ, აი ქისტები ინტეგრირებული საზოგადოებაა ქართულ სივრცეში. ენის გამო. ენის თვალსაზრისითაც, კულტურის თვალსაზრისითაც და ისინი აი ამ ქვეყნის სრულფასოვან შვილებად თვლიან საკუთარ თავს. მეტიც მათ მზად არიან თავის შესწირონ ქვეყანას და თუმცა მათაც აქვთ გარკვეული პრობლემები, ეს არ არის. ამის გარდა ყველაზე მეტად კარგი ურთიერთობა თუ შეიძლება ითქვას მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის ჩვენ იქ შევხვდით. თქვათ მაგალითად მოგვიყვნენ ესეთი ამბავი, როდესაც გვერდზე სოფელში ხდება, თქვათ, არის ქრისტიანული სოფელი და იქ არის რაღაც თქვათ დატირება ან ქორწილი ან ასე შემდეგ. ჩვენგან მიყავთ კაცი, რომელსაც აკლევინებენ საკლავს, რომ მერე ჩვენ ის ვჭამოთ. აი იმ ქრისტიანებს მიყავთ ჩვენგან ადამიანი, რომელიც თქვათ ამ საკლავს ჩვენი წესით დაკლავს, რომ ჩვენ ის თავისუფლად მივიღოთ. კულტურაა. დიახ. ეს არავის გაუკეთებია, ასე რომ ვთქვათ, ეს იმ ცხოვრებამ შექმნა, დიახ, ხო, რაღაც ესეთია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმათ პრობლემები არ აქვს, აქვთ ისეთივე პრობლემები, რომელიც ყველა სხვა დანარჩენ რეგიონში, თუნდაც არა მუსლიმ მოსახლეობას აქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს, სოციალური თვალსაზრისით ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ყველაზე მეტად ინტეგრირებული ჯგუფი ქართულ სივრცეში. მათ არ აქვთ სხვა კონტაქტები გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ახალგაზრდებიან. არიან ახალგაზრდა ჯგუფი, რომელიც თქვა დღეს უკვე სასწავლებლად მიდის არაბულ ქვეყნებში, შემდეგ ბრუნდება და აქ იწყებს ახალი, თქვათ, ეროვნების ახალგაზრდებიან. ქისტები. და აი იქ ხდება უკვე შიდა კონფესიური დაპირისპირებები. ანუ არა ვთქვათ ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის, არამედ შიგნით მუსლიმებს შორის, ანუ განსხვავებული მასჰაბებს შორის დაპირისპირება. პერიოდი, როდესაც ბანკის ხეობა ფაქტურად უკონტროლო ზონა იყო, აი ამ პერიოდმა პრობლემა მოახდინა. იქ სწორედ ესეთი ვაჰაბიტური მიმდინარეობის ისლამის აი მოდით ესე ვთქვათ, იმ დროს დაიწყო ამ ადამიანების წასვლა. იმ დროს დაიწყო ამ ადამიანების გადინება არაბულ ქვეყნებში და შესწავლა. იქ სწავლა და შემოსვლა აი ეხლა ხდება, ესე ვთქვათ. უკან დაბრუნება ხდება ამ წუთას. და მეჩეთების აშენება ხომ მაშინ იცით რა არის მეჩეთები ესე ვთქვათ არა აშენება არ მომხდარა მათ რაღაცა ნაწილი მიითვისეს და დღეს ესე რო ვთქვათ აი მოდით ეს აშენდა კიდევაც ახალი მეჩეთები და ასე შემდეგ ხო ეხლა დღეს რო გადახედოთ პანკისის რეგიონს იქ 7 მეჩეთიდან 6 არის ეგრეთ წოდებული ვაჰაბიტური სალაფიდური და ერთი არის მხოლოდ იმ სუფიდური მეჩეთი რა იწევს ამას ყველაფერს მოდით ასე ვთქვათ იმ ადამიანების არასათანადო ცოდნა ისლამისა ტრადიციული მიმდინარეობის მუსლიმების ისინი ვერ უწევენ სათანადო თეოლოგიურ ვთქვათ წინააღმდეგობა არ ვთქვათ ოპონირებას კამათის დროს ოპონირებას ვერ ახდენენ იმიტომ რომ ძალიან ბევრ აი თქვენც იცით ქრისტიანულ სივრცეშიც ასეა ხომ ძალიან ესე და ჩვეულებრივ ყოფით დონეზე ძალიან ბევრს არ აქვს სახარება წაკითხული. ასევეა მუსლიმურ სივრცეშიც, ხო, ძალიან ბევრს არ აქვს ყურანი წაკითხული. მით უმეტეს არის ის არაბული ენა, თქვა და ჩამოდის ადამიანი რომ განათლებული, რომელმაც ძალიან კარგად იცის ყურანი, ძალიან კარგად იცის არაბული და კამათში ხდება ამ ადამიანების წინააღმდეგ აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ არსებობს ძალიან სერიოზული განსხვავება ტრადიციულ ისლამს და ვაჰაბიტურ მიმდინარეობას შორის და ამას ეწინააღმდეგება თვითონ ისლამიც როგორც რელიგია. მოდით მაგას ვამ ზუსტად ვაჰაბის დიდი მხარდაჭერა არა. ჩვენ ცუდად უწოდეთ პანკისელ ახალგაზრდებს ვაჰაბიტები. ისინი ვაჰაბიტები არ არიან. ისინი არიან მასჰაბის მიმდევარნი, რომელთანაც გამოვიდა შემდეგ ვაჰაბიზმი. უფრო რადიკალური ფორმა. სადაც გახდა შესაძლებელი ვაჰაბიზმი. თვითონ ეს ადამიანები ვაჰაბიტები არ არიან, ისინი არ არიან რადიკალები, ისინი არ არიან ექსტრემისტები. არა, თავისთავად საკუთარ თავს ისინი უწოდებენ სუფთა ისლამის მიმდევრებს. და რაში მდგომარეობს მათი სუფთა ისლამი? ეს ნიშნავს იმას, რომ ყურანიდან არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადაუდგათ გვერდზე. ტრადიციები, კულტურა, ნათესაური კავშირები, რომელიც ისლამმა თავისთავად შეიძინა სხვადასხვა გარემოში და თქვათ დაერთო ეს სხვადასხვა ვითარებაში ისლამს, ამ ადამიანებისთვის არის სრულიად მიუღებელი. და სუნიტები და შეიტების მიმართ რა დამოკიდებულია? მათ მიიჩნევენ, რომ ისინი ისლამისგან დაშორებული ადამიანები არიან. ერეტიკოსები თვლიან. დიახ, ერეტიკოსები გავიდნენ ისლამიდან წინს დაშორდნენ.
თავარი ამოსავალი ყურანს დაშორდნენ და სხვანაირად უყურებენ ყველაფერს. გარდა პანკისის ხეობისა კიდე აი ამ მიმდინარეობის მუსლიმები საცხოვრობენ საქართველოში. კახეთში ცხოვრობენ ამ ბოლო დროს. კონკრეტულად სად და ვინ მაგალითად თელავის რაიონის ობელი ყარაჯალა საკმაოდ დიდი აზერბაიჯანელები რასაკვირველია ეს აზერბაიჯანული სოფლები ლაგოდეხის რაიონის მუსლიმური სოფლები გარდა ამისა თბილისში ფონიჭალაში საკმაოდ ახლოს ჩვენგან გიორგი მაგნიშნა რომ მათ ძალიან არ უყვართ როცა ვაჰაბიტებს აჭარაში არის არა იყო აფხაზეთში მცდელობა. კი, გუდაუთაში იყო რაღაცა ჯგუფი, აჭარაში შეგვიძლია, მაგრამ იქ სხვა მიმართულება უფრო ძლიერია და ამიტომ ფაქტობრივად ეს ამ და სუნისშიც იქაც განსხვავებული მიმდინარეობები გივენუსის სექტის სექტაა თუ მიმდინარეობის წარმომადგენლები სულეიმანიტები და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან არ უყვართ როცა ვაჰაბიტებს ეძახიან მართალია თავათაც გაღიზიანება ეტყობათ მაგრამ რა უყვართ იმას რომ ქვეყნის გარედან ნამდვილად არიან ვაჰაბიტური ძალების მიერ მხარდაჭერილები და ამას ვერ გავექცევით ხო ანუ კაპიტალი რომელიც შემოდის იგივე მეჩეთების ასაშენებლად იგივე მათთან ზოგადად ეს ყველაფერი სწორედ ამ ქვეყნებისაგან არის ისლამური ქვეყნებისაგან სადაც ვაჰაბიტური მიმდინარეობა არის წარმმართველი და ძირითადი ანუ ესეც უაღრესად სერიოზული და ძალიან ფაქიზი პოლიტიკური საკითხია. გიორგი რაზედაც საუბრობდა ეხლა პანკისის ხეობაში რომ ძალიან კარგად იყვნენ ინტეგრირებული მუსლიმი ქისტი მოსახლეობა და ხეობაში მცხოვრები დაუშვათ ქრისტიანი მოსახლეობა ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ აი ახალგაზრდების მოსვლასთან ერთად რომლებიც თავის თავს სალაფიტებს უწოდებენ. ანუ უცხოეთში ვინც მიიღო განათლება. ხო, მიიღო განათლება და მე ვისი გავლენის ქვეშაც ადგილობრივი ახალგაზრდობა მოექცა. აი მათი დამოკიდებულება ქრისტიანი მოსახლეობის მიმართ და ინტეგრაციის ხარისხი უკვე გაცილებით უფრო სუსტია და მიდის აი ამ ტენდენციისაკენ. ასე რომ მამაო თქვენს ნათქვამს დაუბრუნდები. არის თუ არა რელიგიური ფაქტორი განსაზღვრელი ინტეგრაციულ პროცესებში, ჩემის დაკვირვებით ნამდვილად არის. სწორედ ისეთი ეთნოკონფესიური რეალობის ქვეყანა და ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობის როგორიც საქართველოა, აი ამასაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს, რომ რელიგიური ფაქტორი არ გახდეს წინაღობა ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ვართ სეკულარული სახელმწიფო, სადაც დაუშვათ ჩვენი ამოცანა არის, რომ განურჩევლად წამსისა და ეთნიკურობისა ყველა მოქალაქე უნდა იყოს თანასწორ უფლებიანი. მე დავიბადე ზემო აჭარაში და კარგად ვისხლებ შუახევში დავიბადე და კარგად ვიცი შუახევის და ხულოს და ქედას და ხელჩაურიც და ვიცი ერთრამ რომ თავიდან თქვა 60 წლებში როცა მე დავიბადე იმ პერიოდში არ იყო მაინც დიდი რელიგიური ასე ვთქვათ აღშენილობა ათეიზმის გამო 70-ში უფრო შემცირდა მუსლიმანობის გავლენა აჭარაში აი 70-იან წლები არის გადამტეხი პერიოდი ჩემი აზრით აჭარის ასე ვთქვათ სინამდვილეში და ამ პერიოდში ძალიან დასუსტდა მუსლიმანობა ამ ათეიზმის გავლენის გამო და რასთავია თავისი როლი შეასრულა სკოლამ მოგეხსენება ჩვენი სკოლა იმ პერიოდში ქართული სკოლა იყო ორიენტირებული ძველ ქართულ მწერლობაზე, ანუ საეკლესიო მწერლობაზე და საეკლესიო მწერლობის გავლენით გააცოცხლა აჭარაში, განსაკუთრებით აჭარაში მე ამას ხაზი მინდა გავუსვა, აი საკუთარი ფესიების გააზრება, როგორც ქრისტიანული სამყაროს თანმიმართებაში. შესაბამისად, აი ამ სკოლის გავლენით აჭარაში უკვე ძალიან ჩემს თაობაში უკვე მე როცა ვიყავი, თქვათ 13-15 წლის ახალგაზრდა უკვე იდენტიფიკაცია არ ხდებოდა არც ათეიზმთან იმ პერიოდში უკვე თქვა ჩემს ცნობიერებაში და არც მუსლიმანობასთან. იმიტომ რომ როცა შენ იზრდები შარკის წამებაზე, გულხანთელის ცხოვრებაზე და შენთან ერთად იზრდება მთელი შენი გარემოცვა ამ პერიოდში ეს ყალიბდება ახალი იდენტობა იმის მიხედვით ვინ როგორი იმპულსი მიიღო იმ საშუალო სკოლაში და თავის ოჯახში რაც დაიბადა და გაცნობიერება იმისა რომ აჭარა იყო ძველი ქრისტიანული სამყარო და ემოყებოდა ყველას ის რომ თქვა შემწრეში რომ პირველი ეკლესია ქართული წყაროებით აიგო ზემო აჭარაში მაგრამ აი ამ ბოლო პერიოდში
როდესაც საქართველოში დაამხეს კანონიერი ხელისუფლება და დაიწყო რაღაც დიდი არეულობა ქვეყანაში, აი ამ პერიოდში ამ პერიოდში აჭარაში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ ფეხის მოკიდებას სხვადასხვა გზებით და ამ კონტექსტში უკვე იწყება გარკვეული დაინტერესება ახალგაზრდებისა ფინანსური თქვათ მიმართულებით, რომ წაიყვანონ, ასწავლონ, ზემოაჭარიდან ბევრი გაიყვანეს დაფინანსებით სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებმა თუ მთავრობებმა საქართველოს ფარგლებს გარეთ ამ მუსლიმანური ასე ვთქვათ მიმართულებით რომ მიიღოთ განათლება, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი წამოვიდა თბილისში, ძალიან ბევრი წამოვიდა ევროპაშიც და ასოარია თქვენ წეგნამ ძალიან შუახევში გახსნილი არის ბოლო პერიოდში გაიხსნა უნივერსიტეტი, სადაც ძალიან ბევრი ადგილობრივი ადამიანი სწავლობს. ზემოაჭარაში და აჭარაში საუბარი აჭარის ორიენტაციაზეა და ძალიან მაღაზიანებს ხანახანს და მეტყვი რომ აჭარას აქვს ძალიან კარგად ორიენტირებული თავისი ძველ ქართული და ზოგადად ქართული ცნობიერება, ვისაც აქვს ძალიან მცირე პროცენტია მუსლიმანურად ორიენტირებული ადამიანი, მას მის უფლება აქვს რომ იყოს მუსლიმანი და მისი უფლება და მე მყავს ძალიან ბევრი კარგი მეგობრები მუსლიმანების და ქრისტიანების. მე შემიძლია ვთქვა რომ მე ხშირად მხოლოდ დასაფლავების დროს ვიგებდი და ვიგებ ახლაც ვინ არის მუსლიმანი, იმიტომ რომ იმდენად ერთიანი ყოფა არის ქორწილის დაუშვათ ერთიანი ყოფა არის ყველა ასპექტში, რომ მე ვერ ხედავ რაღაც იყოს დაპირისპირება ამ რელიგიური რაღაც დიფერენცირება და აი ეს ინტეგრაციის პრობლემა აჭარაში არ დგას ამ ხრივ, თუმცა მე არ გამოვრიცხავ რომ თუ მოხდება მომავალში მოხდება აი სწორედ იქიდან დაბრუნებულების რადიკალური აი ბუკვეედობა თქვენ წეგამძანებს გავსი დამოკიდებულებები და აქედანაც ხისტი დამოკიდებულება იქნება, შეიძლება ეს ჩამოყალიბდეს, მაგრამ აჭარაში ამ წუთში არის ძალიან კარგი სიტუაცია საიმისოდ, რომ ეს კუთხე დაუბრუნდეს თავის ფესვებს რელიგიურადაც და გარდა ამისა, აჭარაში მუსლიმანებისადმი პატივისცემა იყოს ის ბაზა, რომ თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვისაც იყოს დარჩენილი გზა, რომ მოხდეს მათი ინტეგრაცია ქართულ ენოვან საზოგადოებაში. მე აუცილებლად გავიხსენებდი იმას, რომ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად საკმაოდ მცირე რაოდენობამ აჭარის ქართველობისა თავისთავი დაასახელა მუსლიმად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. აი მე შემიძლია ვთქვა რომ ზუსტად ვიცი ეს დამდგენებით რომ აჭარის მოსახლეობის 2/3 ამ წუთში მოსახლეობის არის ქრისტიანი და 3/4 არის ორიენტირებული ქრისტიანობაზე. ანუ ვინც არ არის მონათული დღეს შეიძლება ისიც ფაქტობრივად ერთი ჩემი ნაცისავია და მონათული არ არის და დღეს რაღაც სუფრასთან ვიყავით და რაღაც იყო საუბარი. და მე ვთქვი შენ მონათული ხარ თქო და შემომეხუმრა მე დაბადებით ქრისტიანი ვარ. ჩვენ გვჭირდება მაინც ძალიან ფაქიზის დამოკიდებულება ამ დიდი რელიგიების საზღვარზე ცხოვრობთ, გინდა ფაქიზის დამოკიდებულება გვჭირდება, თუმცა არც ის არ მინდა რომ რაღაცამ გააყალბოს ფაქტები. წინწყაროს სამები რო გახმაურდა ამ ბოლო პერიოდში მე გეუბნებით რომ აჭარლები ვინც არიან ეკოემიგრანტები ამ წუთში თითქმის ყველა სოფელში სადაც ცხოვრობენ არიან ან მრევლის წევრები და ან აგებენ ეკლესიებს და მაინც მოხდა აჭარელი ეკოემიგრანტების სახელით განზოგადება მუსლიმანობის მოთხოვნისა. თუმცა მე გეუბნებით რომ აი ვამბობ საჯარო და შემიძლია დავამტკიცო ნებისმიერ დროს რომ ყველა კუთხეში, კახეთში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, ქართლში ჩამოსახლებული აჭარელების უმრავლესობა არის აქტიური ეკლესიის მაშენებელი და მრევლის წევრი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ცუდია, რომ რელიგიური ფაქტორი ხდება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ნუ რაც იყო ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს შემთხვევა, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ისეთი რეალობა შეიქმნას, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ადგილი აღარ დარჩეს ქვეყანაში. ანუ ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია. არა, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ სახელმწიფოს კონდეს ძალიან წყობრი ხედვა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების შესახებ, რა არის სახელმწიფოს კომპეტენცია, რა არის რელიგიური ორგანიზაციის დაუშვათ კომპეტენცია, ეს რასაკვირველია საკანონმდებლო დონეზე და მათ ურთიერთობებში და როგორ უნდა დარეგულირდეს მთელი რიგი საკითხები, საკულტო ნაგებობების მშენებლობა, ქონებრივი საკითხები და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემი აზრით ეხლა ერთ-ერთი პრობლემა დგას და განსაკუთრებით ისლამის მიმართულებით, ეს არის რელიგიური განათლების ფაქტორი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნორმალური ატმოსფერო. ზოგადად განათლების პრობლემა ხომ მე ვთვლი, რომ ეს არის ქვაკუთხედი ქვეყნის განვითარების და თუ რა პოტენციალი აქვს
ქვეყანას განვითარებისა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორი განათლების სისტემა აქვს და ახლა რაც შეეხება რელიგიურ ორგანიზაციებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. აი მედრესეების არსებობა, მუსლიმური რელიგიის შემსწავლის სკოლები. კი, თეოლოგიური სკოლები, ასეთი გვაქვს აჭარაში, არც თუ ისე ცოტა რაოდენობის, ასეთი გვაქვს ქვემო ქართლში, ასევე არც თუ ისე ცოტა რაოდენობით. და უნდა ვთქვა, რომ ეს მედრესეები და ეს რელიგიური სკოლები, რომელთანაც სახელმწიფოს აბსოლუტურად არანაირი შეხება არ აქვს. ანუ არ არსებობს ფორმა, რომლითაც სახელმწიფო რამენაირად ახორციელებდეს თავის, ასე ვთქვათ, ვრცელდებოდეს აი ამ სკოლებში სახელმწიფოს განათლების სისტემის მიერ შემოღებული რაიმე ნორმები და სტანდარტი. ეს გამორიცხული. მე ვთვლი, რომ ესეთი რამ საერთოდ ნონსენსია ქვეყანაში არსებობდეს განათლების კერები და იქ სახელმწიფოს არ ქონდეს არანაირი შეხება. სხვა ქვეყნებში როგორ მაგალითად ევროპულ ქვეყნებში აი არსებულ მუსლიმურ სკოლებს იცით რა შესახმე გარკვეულწილად ეს რაღაცნაირად იმ სტანდარტს რომელიც არსებობს ამ ქვეყნების განათლების სისტემაში უნდა ექვემდებარებოდეს. ცხადია მათ აქვს უფლება რომ იყვნენ კონკრეტულად ერთი კონფესიური მიმართულების სასწავლებლები, მაგრამ იქ უნდა ხდებოდეს განათლების მიღება იმ სტანდარტების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში არის დადგენილი და შემუშავებული. როგორც წესი, ეს სასწავლებლები არის შექმნილი უცხო ქვეყნების დაფინანსებით და შესაბამისად განათლების სისტემა, განათლების ასე ვთქვათ, პროცესიც იმგვარად წარიმართება, რომელიც არის სრულად ბუნებრივად იმ ქვეყნების ინტერესებში. აჭარაში მედრესეების გახსნის ცდილება დაიწყო 92 წელს. პირველად მე ვიცი მაგ პერიოდში ხდებოდა დაახლოებით და როდესაც აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მცირე მასშტაბიანი სკოლები იხურებოდა ზემო აჭარაში, თქვათ თუ აიყო თქვათ 10 ბავშვი პატარა სოფლებში მეტი არც იყო და ვერც იქნებოდა 2-3 კაცზე მედრესეს ხსნიდნენ. ის რაც მოხდა ნიგზიანში, ის რაც მოხდა წინწყაროში, კი ბატონო, ეს იყო ნამდვილად პროვოკაცია, ეს იყო პოლიტიკური თამაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალების, თუმცა ეს არ იყო სუფთა ნიადაგზე, არ საიდან ამოსული, ეს იყო გარკვეული ნიადაგის მქონე პრობლემა. ადამიანები ეს ხო ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს. საშინელი განცხადებები გააკეთეს ზოგიერთებმა, ხო? იმ ადამიანს როგორ შეიძლება ზოგადად ქრისტიანი ერქოს, ჩემთვის გაუგებარია, ვინც იმ რაღაცებს ამბობდა, რასაც იმ დღეებში ადამიანები ამბობდნენ. ასეთ ერთი კაცარი მუსლიმანი რაღაც ხო? კი ბატონო, მუსლიმები, არც მუსლიმი არ შეიძლება. ამას ვამბობთ, არც მუსლიმი შეიძლება იმ ადამიანს ერქვას, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს და არც ქრისტიანი შეიძლება იმ ადამიანს ერქვას, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს. ამაშია მთელი პრობლემა, რომ ჩვენ როგორმე აქედან მოძებნოთ გამოსავალი. ამას ნიშნავს ინტეგრაცია, როდესაც ესეთი პრობლემები აღარ ჩდება. როდესაც ადამიანებს აღარ უპირისპირდებიან, იმიტომ რომ იმას უნდა სადღაც ილოცოს, ან არ უნდა ილოცოს, ან რაღაც თქვა სხვა აღსარებლობის არის, ხო? ჩვენ ის ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდნენ ქრისტიანები, თუ ჩვენ მართლა ვიქნებით ქრისტიანები. ჩვენ ახლა მაზოგადად დავასწრებს რა. დავხდებით მისაბაძები. მეორე საკითხია განათლების თემა, ხო? რაც ქალბატონმა ლელამ თქვა. ამ ადამიანებს უწევთ, წარმოიდგინეთ, რელიგიური განათლებისთვის საზღვარგარეთ წასვლა თურქეთში. თურქეთს აქვს ესეთი პრაქტიკა, მე ეს პრაქტიკის შესახებ მინდა გითხრათ, როდესაც თურქი ახალგაზრდა მიდის არაბულ სამყაროში განათლების მისაღებად, როდესაც ის ბრუნდება თურქეთში, მას 1 წელი გადამზადებას უწევენ. თურქეთი მიუხედავად იმისა, რომ უშვებს სუნიტურ სახელმწიფოში განათლებისთვის ადამიანს, როდესაც უკან იბრუნებს, მას არ აძლევს რელიგიური მოღვაწეობის უფლებას, სანამ არ გადაამზადებს. თქვენ ხვდებით ალბათ გადამზადების პრინციპი როგორია? გადამზადების პრინციპი ისაა, რომ ის უნდა ჩაჯდეს იმ ვიწრო თურქულ ეთნო-რელიგიურ სივრცეში. სახელმწიფოებრივ სივრცეში. სახელმწიფოებრივ სივრცეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. დიახ, იმიტომ რომ ეს ადამიანი, მოდით ესე ვთქვათ რა, ისლამი მიუხედავად იმისა, რომ ყურანი სრულიად გამორიცხავს ეთნიკურ ნიშნებს და ეთნიკური ნიშნების ტარებას რელიგიურ მიმართულებით, ისევე როგორც ქრისტიანობა, ამის მიუხედავად ყველგან სადაც კი ისლამი მისულა, შეუძენია ადგილობრივი წესები, ტრადიციები და ასე შემდეგ, ეთნიკური ღირებულებები. შესაბამისად, თურქეთში სუნიზმი განსხვავებულია არაბული სუნიზმისგან. და ამიტომ ხდება მათი გადამზადება. ჩვენ რატომღაც არ ვცდილობთ არაფერს იმისათვის, რომ ეს ადამიანები არ მიდიოდნენ სხვაგან ამ თუნდაც უმაღლესი რელიგიური განათლებისთვის. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია თქვა თუნდაც ციფრი 20 კაცი მიდის წელიწადში დაახლოებით. ნუ ეს არ არის თქვა საგანგაშო ციფრი, ეს არ არის რაღაც. ისეთ მეტი მიდის, გიორგი. თქვა ესე, თქვა 20 კაცი. არ არის შესაძლებელი საგანგაშო, მაგრამ
მოდით 60 კაციდან 10-ს მაინც მიეცეს შესაძლებლობა რომ აქ ისწავლოს და არ წავიდეს სხვაგან, ხო? რატომ უნდა ეძებნეს ჩვენი მოქალაქეები სასწავლებელს სადღაც სხვაგან? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. უეჯელად და მამაზურად მე მიმაჩნია რომ აუცილებლად საჭიროა გარკვეული სიზუსტის შემოტანა ცნებებთან დაკავშირებით. რელიგიური პოლიტიკა და პოლიტიზირებული რელიგია. პირველი ნიშნავს იმას, რომ რელიგია თავისი მოძღვრებით ერგება იმ ეროვნულ ღირებულებებს და არ მოდის ის კონფლიქტში ადგილობრივ მოსახლეობასთან, ცხოვრების წესთან, იმ საერთო კულტურულ ეროვნულ ფენომენთან, რომლითაც განისაზღვრება ამ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის ისტორიული ფესვები, კულტურული ფესვები. და მეორეა ის, როდესაც რელიგია იძენს უკიდურესად პოლიტიკურ ხასიათს, სადაც ის წყდება სწორედ იმ თავის სარწმუნოებრივ ფესვებს და რელიგია გამოიყენება როგორც პოლიტიკური ზემოქმედების საშუალება. ეს რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან და შეიძლება მოხდეს ასევე იმ რელიგიური ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან, რომლებიც თავის პოლიტიკას ახვევენ საზოგადოებას. მე ვთვლი რომ აი ამ თვალსაზრისით ვაჰაბიზმი გახლავთ ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც საერთოდ უკანა პლანზე აყენებს ეთნიკურ წარმომავლობას, კულტურულს, რელიგიურს და ასე შემდეგ და სოფლიო მუსლიმი ერის ფორმირების პროპაგანდას ეწევა ძალიან აქტიურად. ამიტომ მე როდესაც მეკითხებიან, აი ვაჰაბიზმი რა საშიშროებას წარმოადგენს, ვთქვათ, საქართველოში. რა თქმა უნდა, ეკლესიისთვის ის არ არის საშიშროება. ეკლესია დგას საუკუნეების მანძილზე ვითარცა კლდე, რომელსაც ვერაფერი ვერ არყევს. მიუხედავად იმ დიდი პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმებისა. მაგრამ აი ვაჰაბიზმი შემოდის იმ კუთხით, რომელიც უკვე შეიძლება საზოგადოებრივი აზროვნების თვალსაზრისით გარკვეული დინამიკის კი არა, არამედ პირიქით დისონანსის შემომტანი იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო გამოიცემა ქართულ ენაზე, გამოიცა უпростоრად, აი მაგიდაზე დევს ბატონ გუჩა ჯაფარიძის რედაქტორობით ისლამის ენციკლოპედია. ძალიან კარგი წიგნი, მაგრამ ეს დღეისათვის უკვე შევსება საჭიროებს და ეს რაც შეიძლება ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ძალიან კარგია ის, რომ აი ქართულ ენაზე გამოიცა. შეიძლება ესენი შევაფასოთ როგორც მხატვრული ლიტერატურა უცხოელი ავტორების, რომლებიც ეხება ისლამურ სახელმწიფოებში და განსაკუთრებით ავღანეთში ქალთა ცხოვრების აი თანამედროვე პრობლემებს. და ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, თუ აი რელიგია ამ შემთხვევაში როგორც სოციალური ადაპტაციის ქალისა საზოგადოებაში ჩართულობასთან დაკავშირებით, ნუ პირდაპირ აქ ისეთი მაგალითებია, აი რეალური მაგალითები და ფაქტები, რომლის მოწმეებიც არიან თვითონ ავტორები, რომ აი ეს გვიჩვენებს იმას, რომ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება არის საჭირო რელიგიის. ანუ რა მაგალითებია მე ნეგატიური? მაგალითები არის ქალთა დისკრიმინაციის, ქალთა უფლებების უკიდურესად შელახვის. წიგნები და თარგმნა ამ ისლამური ლიტერატურის თარგმნა იძლევა საფუძველს იმისა, რომ ჩვენ ვიფიქროთ, რომ არსებობს ქვეყანაში რესურსი განათლების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ეს ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. სწორედ რომ ძველი ქართული ტრადიციული ტოლერანტობის ხაზი გავაგრძელოთ და ცეტპატივი ყველა მიმდინარეობას და ამ კონტექსტში მინდა გითხრათ, რომ ასევე აუცილებელია ჩვენმა ერმა გააცნობიეროს, რომ მრავალი საუკუნეა მომხდური ცდილობს, რომ ჩვენ დავშალოს ენობრივ ეთნიკურად და კონფესიურად და მოხდეს ქართული ერის დეზინტეგრაცია და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის დაშლაც, ეს მიზნები გააჩნიათ სხვადასხვა ქვეყანას და ეს ფაქტია, ხო? მრავალი საუკუნე არის ამის ცდელობა. ამიტომ ჩვენ ამ კონტექსტში უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენი ეროვნული ერთიანობა,
ენობრივი ერთიანობა შევინარჩუნოთ, ამავე დროს პატრიოტიას სხვა კონფესიას, მაგრამ ჩვენი მთავარი ღირებულება, რამაც ჩამოყალიბა ჩვენი ქართველი ერი, ქართული ენა და მართლმადიდებლობა, ასევე იყოს ჩვენთვის წამოწეული წინაპლანზე. აი ამ კონტექსტში მინდა გითხრათ, რომ ისლამის პატივისცემაც აუცილებელია, მაგრამ უფრო აუცილებელია ჩემთვის, ჩემი ეროვნული იდენტობის პატივისცემა და აი ამ კონტექსტში საინტერესო იქნება ჩვენი მუსლიმანიზმების სხვა ეთნიკური არაქართველების ინტეგრაცია ჩვენ სახელმწიფოში ზოგადად ჩვენ გვაქვს სახელმწიფო მრავალი საუკუნეა ამ სახელმწიფოში ყველას თავისი ადგილი აქვს თუმცა გამორჩეული ადგილი აქვს ჩვენ სახელმწიფო ენას დედა ენას და ჩვენს დედა ეკლესიას ნეიდან დედა ეკლესიის ველში ხდებოდა ფორმირება ჩვენი ქართული ცნობიერების ასე ეს არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს თვითონ ოფრთხილდება თავის არაბულ ენას და ისლამს არაბეთში ან სხვაგან მეცახ ოფრთხილდები და ამის შემდეგ ასე ეცეპატვის სხვა რელიგიებსაც ეკლესიისთვის ეს საკითხი ასე დგას რომ ბუნებრივია ყველა ადამიანი არის მოყვასი ყველა ადამიანი მოყვასი თუ არის შესაბამისად მის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს მოყვასისადმი დამოკიდებულებას რასაც უძახის ეკლესია სიყვარული სითბო ხელის გამართვა ყველა საკითხი თუ უჭირს ადამიანს დახმარება მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა იმის გააზრება კარგად იმის შეგრძნება კარგად რომ ცხონების წიაღი არის ეკლესიის წიაღი რა თქმა უნდა ყოველგვარ ძალდატანება ყოველგვარი რაღაცა ხისტი მიდგომა ყოველგვარი რაღაცნაირად მე ვიტყოდი უკულტურო დამოკიდებულებაც კი უნდა იყოს გამორიცხული ორივე მხრიდან რა თქმა უნდა მაგრამ მე ამ შემთხვევაში ეკლესიის მხრიდან საუბრობ იმიტომ რომ ჩვენი სისხლი და ხორცი არიან და ჩვენ ძალიან გვიყვარს ისინი და ამავდროულად გული შევტკივა კიდევაც შეიძლება არ გავიხსენო მე საუბარი ის სიტყვები რაც ბატონმა ფრიდონ ხალვაშმა ცნობილმა ქართულმა მწერალმა დაგვიტოვა ჩვენ როდესაც იგი მოინარსა საკმაოდ ასაკოვანი იყო ხა ბატონი ფრიდონი იყო ძალიან შეგნებული ადამიანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე განათლებული და ძალიან კარგი პოეტი მაგრამ ნახეთ ის საკმაოდ ისეთ ასაკში ინათლება ანუ ეს იყო კარგად დაწონილი კარგად გააზრებული და აბსოლუტურად მყარი და მტკიცე გადაწყვეტილება და როდესაც მას კითხეს რომ თქვენო რატომ დატოვეთ თქვენი რელიგიის სარწმუნოება რატო დატოვეთ მან ასეთი რამ უპასუხა რომ მე კი არ დავტოვე ჩემი სარწმუნოება მე დაუბრუნდი ჩემს სარწმუნოებას ამიტომ ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია მინდა ყველას მადლობა გითხრათ დღევანდელი შეხვედრისთვის დღევანდელი საუბრისთვის და ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო რომ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იყო ისლამი საქართველოში ხოლო ჩვენი სტუმრები გახდნენ ბატონი ტარიელ ფუტკარაძე ენათმეცნიერი პროფესორი ბატონი გიორგი გვიმრავძე რომელიც გახლავთ სტრატეგიული გამოკვლევის ცენტრის ანალიტიკოსი ქალბატონი რუსუდან წიქვაძე ფილოსოფიის დოქტორი სასულიერო აკადემიის პედაგოგი იგი ისლამის საკითხებით არის განსაკუთრებით დაინტერესებული ქალბატონი ლელა ჯეჯელავა ეთნიკური და ეთნოკონფესიური ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი გადაცემა მიყავდა დეკანოს ზურაბ ცხოვრებაძეს გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდით მომავალ შეხვედრამდე